სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატურთას ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვას სვავს ბობი და მიესალმება ჯონს. ჯონ, მე მქვია ბობ, თქვენ ამასწინებზე წაგვიკითხეთ მათეს სახარება და როდესაც ეს ასწავლიდით იესოს შესვლას კაპერნაუმში, თქვენ ახსენეთ იქ, რომ ასისთავი მიუახლოვდა მას და სთხოვა განეკურნა მისი პარალიზებული მონა. ჩვენ ამას ხვდებით მათეს სახარების მერვე თავში და მე ამას წავიკითხავ ქართველი მსმენელებისათვის. კაპერნაუმში რომ შევიდა მეხუთე მუხლიდან. კაპერნაუმში რომ შევიდა მიუახლოვდა ასისთავი და შეევედრა. უთხრა, უფალო, სახლში მსახური მიწევს დავდომილი და სასტიკად იტანჯება. იესო მიუგო, მოვალ და განკურნავ. ასისთავმა კი პასუხად უთხრა, უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ ყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი მეთქი და მიდის, სხვას მოდი მეთქი და მოდის. ჩემს მონას ეს გააკეთე მეთქი და აკეთებს. ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა მათ, უკან რომ იყვებოდნენ. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ისრაელშიც ვერ პოვე ასეთი რწმენა. ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და დასხდებიან ა ブラ ამთან, ისააკთან, იაკობთან ცათა სამეფოში. ხოლო სამეფოს ძენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ხრჭენა. უთხრა იესომ ასისთავს, წადი და შენი რწმენისამებ მოგეგოს და მაშინვე განიკურნა მისი მსახური. ბობი აგრძელებს, ხოლო ლუკაში მეშვიდე თავში ლუკას სახარებისა, როცა საუბრობს იესო იგივე ადგილზე, ნახეთ როგორ ყვება ამ ინციდენტს, რომ ასისთავმა გაგზავნა ებრაელი უხუცესები. მე წავიკითხავ პირველი მუხლიდან მეშვიდე თავში. როცა დაასრულა თავის სათქმელი მსმენელი ხალხისადმი, კაპერნაუმში შევიდა. ერთ ასისთავს ავად ყავდა და უკვდებოდა მონა, რომელიც ძვირფასი იყო მისთვის. იესოს ამბავი რომ ესმა, იუდეველთა უხუცესები, რამოდენიმე ესე იგი, მიუგზავნა თხოვნით, მოსულიყო და გადაერჩინა მისი მონის სიცოცხლე. მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით შეევედრნენ და უთხრეს, ღირსია რომ ეს გაუკეთო, რადგან უყვართ ჩვენი ხალხი, სინაგოგაც მან აგვიშენა. და გაჰყვა იესო, უკვე სახლის შორი ახლოს იყვნენ, რომ ასისთავებმა მეგობრები გამოუგზავნა სიტყვით. უფალო, ნუ ღარ შეწუხდები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. საკუთარი თავიც არ მივიჩნიე შეთან მოსulis ღირსად, შენ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. რადგან მეც ძალაუფლების ქვეშ მდგომი კაცი ვარ და ხელქვეითი ჯარისკაცებიც ყვანან. ერთს რომ ვეტყვი წადი მიდის, სხვას ვეტყვი მოდი და მოდის. ჩემს მონას ეს გააკეთე და აკეთებს. ასე რომ გაიგონა ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს, მიუბრდა მის უკან მომავალ ხალხს და უთხრა, გეუბნებით თქვენ რომ ისრაელშიც ვერ პოვე ასეთი დიდი რწმენა. სახლში რომ დაბრუნდნენ, წარგზავნილი, გამოჯანსახებული დაუხვდათ ის მონა. და ბობი ეკითხება ჯონ მაკარტურს. ახლა რატომ არის ეს ერთი ამბავი სხვადასხვანაირად გადმოცემული? და ჯონ მაკარტური პასუხობს. კარგით, როდესაც მე ვასწავლე ეს მონაკვეთი, თუ თქვენ კარგად მოусმინეთ აუდიო ფირს, ნახავდით რომ მე მოვახდინე ამ ორი ანგარიშის ჰარმონიზაცია და 10 მარტი ჰარმონიზაცია ძალიან მარტივად მიიღწევა. მიზნები, რაც მწერალს აქვს ხედველობაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ, თქვენ ეხევით ახლა პრობლემას, რომელიც ცნობილია როგორც სინოპტიკური პრობლემა. სინოპტიკა, ანუ მათე, მარკოზი, ლუკას სახარებები არის ქრისტეს ცხოვრების მოკლე შინაარსი. სინოპტიკურია ისინი. იოანე კი მარტო ცალკეა განსხვავებულად, ის მარტო დგას, რადგან ის არ ამახვილებს ყურადღებას ქრისტეს ცხოვრების ქრონოლოგიაზე. არ არის იქ დაბადების ანგარიში მისი, არ არის გენეალოგიაც და კიდევ ბევრი რაღაცეები. ის ყურადღებას ამახვილებს მის ღვთაებრიობაზე. ამიტომაც განსხვავდება იმ სამი სახარებისაგან. მაგრამ მათ, ვინც ყურადღებას ამახვილებს მის ცხოვრებაზე, სინოპტიკოსებს, აქვთ ვარიაციები ბევრ ანგარიშებზე, რაც დამოკიდებულია მწერლის ყურადღებასა და განზრახვაზე. ახლა მათე სახარება, მათე თვითონ მიდრეკილია საგნების და მოვლენების შეკუმშვისაკენ. მაგალითად, როდესაც თქვენ იღებთ ვინმე ადამიანისაგან ემისარს, ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ თქვენ მიიღეთ თავად ის ადამიანი, სტუმრად, ვინც ეს ემისრები გამოგზავნა. და ეს იყო ებრაული კონცეფცია. ებრაელებს ესე ესმოდათ. თუ მეფისაგან ელჩს მიიღებდით, ეს ტოლფასი იყო, რომ შენ მეფე გეწვია.
ამ შემთხვევაში მათე უბრალოდ ამბობს, რომ როცა მიიღო ცენტურიონის მიერ გამოგზავნილი კაცი, შენ მიიღე ცენტურიონი, ანუ ასის თავი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათეს მიზანია მოახდინოს ნივთების კონდენსაცია, შეკუმშვა, რათა მიაღწიოს იმას, რის მიღწევაც მას სურს, თავარი აზრის გადმოცემა. და თუ თქვენ უბრალოდ ადარებთ ამ მუხლებს, პასაჟებს, როგორც მე ვცდილობდი ამის გაკეთებას, როცა ვქადაგებდი, აღმოაჩენთ, რომ ისინი შესანიშნავად ერწყმიან ერთმანეთს, თუ უბრალოდ მიყვებით მათ დინებას, იქ ნამდვილად ვერ მონახავთ ვერანაირ პრობლემას. სინამდვილეში სინოპტიკურ პრობლემაში აშკარა შეუსამება ყველგან მოგვარდება, თუ ჩვენ უბრალოდ ყურადღებით შევისწავლით ტექსტს. ჩვენ ამ საკითხებს წლების განმავლობაში ვებრძვით ხოლმე, როდესაც ლიბერალური კრიტიკოსები თავზე გვესხმიან და რაღაცებს შარს გვიდებენ, თითქოს და შეუსაბამობაა, ხო? არა და ამ შემთხვევაში არანაირად პრობლემა აქ არ არის. ამიტომ ვიტყოდი და მე შემოგთავაზებდი წიგნს, რომელიც თქვენ უნდა იყიდოთ, რომელიც ძალიან დაგეხმარებოდათ. და მას ქვია ქრისტეს ცხოვრება სტერეოში. და ეს დაწერილია კაცის სახელის მიერ ჯონსტონ ჩეინი მეგობრი. და თუ თქვენ გსმენიათ სახარების ჰარმონიის შესახებ, იცით ხომ, არის სახარების ჰარმონია, სადაც თქვენ 4 სვეტში თქვენ მოცემულია ბიბლიის ის ადგილები, რომლებიც ერთმანეთს შეესაბამება და ამას ქვია სახარების ჰარმონია და ისინი ყველანი ერთმანეთის გვერდით არის განლაგებული. მაგრამ ის რაც ჯონსტონ ჩეინმა გააკეთა, ეს იყო 4-ვე სახარების ინტეგრირება და მას ქრისტეს ცხოვრება სტერეოში უწოდა და მან ყველაფერი ერთად გააერთიანა, რათა წაიკითხოთ ყველა ცხოვრობის დროს ნაკადი მათი ბუნებრივი, ნორმალური და ქრონოლოგიურია თანმიმდევრობით. მე ვფიქრობ, თუ ამას თქვენ წაიკითხავთ ამ მონაკვეთზე და სხვა იმაშიც პარალელზეც, ეს ძალიან დაგეხმარებათ ამ საკითხების გადაწრაში. გასაგებია? დიახ, დიდი მადლობა, ჯონ, კარგით. დიახ.